ანალიტიკოსი მედია პლატფორმა European Gist მთავარი რედაქტორი მათე გაბიცინაშვილი არის ჩვენი სტუმარი საღამოშვიდობისა მათე მადლობთ რომ ხართ ჩვენთან ერთად. დაიწყო შიდაპარტიული არჩევნები, კანდიდატები ცდილობენ ამორჩეველი დაარწმუნონ რომ ის არის უპირატესი შეიძლება იგივე პარტიის მიერ წამოყენებული სხვა კანდიდატის მიმართ. ჩვენ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც კანდიდატების ამ ჭიდილს უყურებთ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ტელემაყურებელს. პირველ რიგში მნიშვნელოვანი რა არის ჩვენთვის? მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვება ამერიკის პრეზიდენტობის არჩევნებში მნიშვნელოვან განაპირობებს შემდგომი 4 წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, სოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგს იქნება დაწყებულია საგარეო პოლიტიკის ხედვიდან დამთავრებული ღირებულებითი დამოკიდებულებით ამა თუ იმ სოციალური საკითხის მიმართ. ამ საკითხით ამ დისკურსიდან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რომელი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან იქნება ეს თუ დემოკრატიული პარტიიდან რას ფიქრობს განვითარებასთან დაკავშირებით, როგორია მათი განვითარებასთან დაკავშირებული ხედვები. იქნება ეს განათლების პოლიტიკა, იქნება ეს ჯანდაცვის პოლიტიკა, იქნება ეს თქვათ ხელფასებს საგადასახადო სისტემა, თუ ასე თქვათ მათი დამოკიდებულება საერთაშორისო ურთიერთობებიდან. ამ კუთხით განსხვავებული დამოკიდებულებები ასე თქვათ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ტრადიციულად როგორც ვთქვათ, ეთერში ვნახეთ ახლა ჩვენ რესპუბლიკელები უფრო კონსერვატიული დამოკიდებულების ადამიანები არიან, ისინი უფრო ასე ვთქვათ, მაღალი დიდი კაპიტალის მხრიდან სარგებლობენ მხარდაჭერით, რაც შეეხება დემოკრატებს, მათი ასე ვთქვათ, ღირებულებითი ორიენტირი არის ასე ვთქვათ, თანასწორობა, უფრო მეტი თანასწორობა სოციალურ კლასებს შორის, რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას დამოკიდებულებას დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველი განსაკუთრებით ვთქვათ, მათი ერთ-ერთი კანდიდატი ბერნი სანდერსი დიდ ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო თანამშრომლობაზე და რა თქვათ ამერიკის როგორც ერთპიროვნული ჰეგემონიის საერთაშორისო ურთიერთობებში. ამას თქვათ საერთაშორისო ურთიერთობებში ეძახიან მულტილატერალურ დამოკიდებულებას, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო ინსტიტუტების როგორც მექანიზმის, ასე ვთქვათ, ბერკეტის გამოყენებას ამა თუ იმ საერთაშორისო კონფლიქტის გადაწყვეტისას, რაც შეეხება კონსერვატიულ პარტიის კანდიდატებს, განსაკუთრებით მათი, ასე ვთქვათ, სარეიტინგო ლიდერი დონალდ ტრამპი ერთ-ერთ გამოსვლაში მაგალითად ამას წინათ ერთი თვის უკან განაცხადა რომ დაუკითხავად ის დაბომბავს ყველაფერს სადაც კი ასე ვთქვათ ეს მიიტანს და ეს იქნება ყოველდღიური განცხადებები ახასიათებს. თუმცა აი რაც გამოკვეთილი იყო ეთერში ხა ბერნი სანდერსსა და დონალდ ტრამპს შორის ძალიან ღრმა ღირებულებითი განსხვავება, თუმცა რითაც ტექნოკრატიულ ტექნომეთოდოლოგიურად რითაც შეიძლება ესენი გავდნენ ერთმანეთს არის ის რომ ისინი არ წარმოადგენენ უფრო მეტად ბერნი სანდერსი არ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ელიტას, იმ ასე ვთქვათ ჩამყარებულ პოლიტიკურ ელიტას, რომელსაც გამოიწვია ხალხის ინდეპენდენტული დამოკიდება პოლიტიკის. ვიდრე დაიწყებოდა შიდაპარტიული არჩევნები რეიტინგები ერთმეტყველებდა. ახლა როდესაც დაიწყო შეიცვალა ეს რეიტინგი. რა გახდა ამის მიზეზი და თუ შეგვიძლია ამ რეიტინგების მიხედვით გავჭრიტოთ ის ვინ შეიძლება გახდეს შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი. განსაკუთრებით ეს მდგომარეობა შეიცვალა დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კანდიდატებს შორის. ბერნი სანდერსი არჩევნების დასაწყისში მან 30 აპრილს წარმოადგინა თავისი კანდიდატურა 2015 წლის დაახლოებით მისი შანსები ნებისმიერი ასე ვთქვათ სოციოლოგიური გამოკითხვით მე ყველაზე მეტად ვენდობი გელაპის გამოკითხვას, თუმცა სხვა ავტორიტეტული სოციალური კვლევებიც არსებობს, იყო დაახლოებით 10%-ზე ნაკლები. დღეს თითქმის გათანაბრდა ჰილარი კლინტონთან. გამომდინარე იქიდან, რომ ბერნი სანდერსის მთავარი მესიჯი რომელიც აგებულია მისი ასე ვთქვათ საარჩევნო კამპანია, ეს არის უთანასწორობა, ეს არის სოციალური უთანასწორობა. ეს არის იდეა, ეს არის პრობლემა, რომელიც აწუხებს ძალიან დიდ უმრავლესობას ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასე ჩვენთანაც, და ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ფიქრობენ ესა თუ ის კანდიდატები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სოციალური უთანასწორობის შემცირებასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეს თავისი არსით გულისხმობს ეკონომიკური სტრუქტურის მოდერნიზაციას და რეორგანიზაციას. ეს არის საკითხი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს ამერიკაში. სამამისად, ეს არის მესიჯი, რომელსაც გააერთიანა, ასე ვთქვათ, დიდი ნაწილი განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რადგან ახალგაზრდობა საბანკო კრიზისის შემდეგ განიცდიან კრედიტების შედეგად. ამ ახალგაზრდობა უნდა გადაწყვიტოს, ვის მიცემს ხმას. თუმცა ჩვენ გვახსოვს 2000 წელს, როდესაც ამორჩეველთა უმრავლესობა ერთ კანდიდატს უჭერდა მხარს, თუმცა გაიმარჯვა სრულიად მეორე კანდიდატმა. სისტემა, რომელიც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ მოხდეს არჩევნების ფალსიფიცირება იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც პოლიტიკური ელიტაზე აქვს გავლენა, ვინც წარმოადგენს ამ პოლიტიკას. პოლიტიკური ელიტის გავლენა არის ძალიან დიდი და ამას ხელს უწყობს ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ამერიკაში, თუმცა ამას თავისი ისტორიული საფუძვლები გააჩნია. ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ ფედერაციული მოწყობის სახელმწიფო და შესაბამისად ამიტომ არის იქ ასეთი საარჩევნო სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ არჩევნებში ადამიანები, მოქალაქეები პირდაპირ არ აძლევენ პრეზიდენტს ხმას, ისინი თავენ მანდატს გადასცემენ საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენლობას, რომლებიც შემდგომში ირჩევენ პრეზიდენტს. თუ მათ შორისაც ვერ მოხდა ასე ვთქვათ პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის გამოვლენა, შემდგომში უკვე სენატი წყვეტს ამას. რაც მოხდა 2000 წელს, ეს გახლავთ ალ გორსა და ბუშ შორის ასე ვთქვათ დაპირისპირება, რომელიც საბოლოო ჯამში უმაღლესმა
სასამართლო წარმომადგენლობამ გადაწყვიტა და ეს საარჩევნო სისტემის პრინციპში სისუსტე ჩვენი ასე ვთქვათ დემოკრატიული გადმოსახედიდან თუ ვიტყოთ გვარებს იმაში რომ როდესაც მაგალითად კალიფორნიის შტატს გააჩნია ყველაზე მაღალი 55 წარმომადგენელი ეს იყო 2012 წელს და ეს იქნება 2016 წელს თუ მაგალითად ორ დაპირისპირებაში მეტი მანდატი გადასცეს ვთქვათ ჰილარის ან რომელიმეს დემოკრატიული პარტიიდან ეს ნიშნავს იმას რომ მთელი ასე ვთქვათ შტატის მოსახლეობა მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა მიდის ერთ კანდიდატად. დემოკრატიული გადმოსახედიდან ეს ცოტა ისეთია. იწურება და მოკლედ მაინტერესებს თქვენი პოზიცია. მიუხედავად იმისა, ვინ გახდება შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი. ელოდებით თუ არა კარდინალურ ცვლილებებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, თქვათ, ბერნი სანდერსის, თქვათ, რადიკალი კანდიდატის წარმომადგენლობის გამარჯვების შემთხვევაში, ბერნი სანდერსის საგარეო პოლიტიკა გახლავთ ობამას პოლიტიკის გაგრძელება და გაძლიერება საერთაშორისო ინსტიტუტებში სხვა წარმომადგენელ სახელმწიფოებთან ერთად მოლაპარაკების გზით. ეს პრინციპში ჩვენთვის კარგია, იმიტომ რომ ის ცივი ომის რიტორიკა, რომელიც ნეოკონსერვატიული საგარეო პოლიტიკის ღირებულებების მქონე პრეზიდენტების დროს, განსაკუთრებით ჯორჯ ბუშის უმცროსის დროს ხდებოდა, ეს იყო რომ მსოფლიო იყოფოდა ორ ნაწილად, შავად და თეთრად და ეს დაპირისპირების მუხტი, რომელიც არსებობდა მსოფლიოს ჩვენ შემთხვევაში, თქო, ამერიკასა და რუსეთს შორის, ჩვენზე ნეგატიურ გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა, რადგანაც რეგიონში შექმნა დაძაბულობის ეფექტი. შესაბამისად, რაც უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მოლაპარაკება იქნება, რაც უფრო მეტი დიალოგის სივრცე შეიქმნება და ეს ხელს შეუწყოს პოლიტიკური ვაკუუმის, ასე ვთქვათ, შემცირებას და დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკებთან მაგიდაში დასკდომას უფრო მეტად იქნება ჩვენთვის ხელსაყრელი და უფრო მეტად ვიქნებით კონცენტრირებული ასე ვთქვათ საგარეო შიდა პრობლემებზე. ერთ-ერთი მთავარი მესიჯი რაც აქვს ბერნი სანდერს, რაც ერთ-ერთი წყაროა მისი ინსტრუმენტი გამარჯვების ეს არის რომ თანამედროვე მსოფლიოს და მათ შორის საქართველოშიც თუ ვიტყოდით გამოწვევა არის ის რომ უთანასწორობა არის როგორც ყველაზე დიდი პოლიტიკური პრობლემა, უთანასწორობა დღევანდელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არის ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემა და უთანასწორობა სოფლიოში და მათ შორის საქართველოში არის ყველაზე დიდი მორალური პრობლემა. შესაბამისად, ამაზე კონცენტრირება მნიშვნელოვანია. შიდა პარტიული არჩევნების შედეგები და საბოლოოდ ვინ გახდება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი. ძალიან დიდი მადლობა მათი გაბიცინაშვილი, მედია პლატფორმა European G-ის მთავარი რედაქტორი, ანალიტიკოსი პასუხობდა მოამბის კითხვებს.